გელათის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით 19 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით დარგთაშორისი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ გახსნა. სასულიერო პირმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა და სწავლულმა მდივანმა მარიამ ცაცანაშვილმა. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო აკადემიის დოქტორანტი, დეკანოზი დავით ჭიღლაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკოლოგიის დოქტორანტი ლაშა ზაალიშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი ლევან ქურდიანი, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი შენგელიძე და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი მირიან გუნია. ღონისძიების ფარგლებში გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. პირველ რიგში გილოცავთ გამდრ დღესასწაულს. თავარანგელოცა მფარველობა იყოს ჩვენს ერზე, ეკლესიაზე, ჩვენს ქვეყანაზე. ეს კონფერენცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს გაფორდა მემორანდუმი გელათის აკადემიასა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. სამწუხაროდ მეფე ივანე, რომელიც არის წინამძღოლი გელათის აკადემიისა, თავისი ჯანმრთელობის მიზეზის გამო ვერ იყო ამ კონფერენციაზე, მაგრამ კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს რა თემები, ნათლად გამოჩნდა აუცილებლობა ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის და სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში ამ კონფერენციის ჩატარება ვფიქრობ, რომ არის ამ დიდი ერთობის დასაწყისი, როდესაც ახალგაზრდა თაობა სასულიერო თემებზეც საუბრობს და მეცნიერებთან ერთად იკვლევს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საერთო განვითარებას შეგრძნებას იმისას, თუ რამდენად დიდია და აუცილებლობა ერთიანობა, აი ამას შეუწყობს ხელს მომავალში. ასე რომ დღევანდელი დღე ნამდვილად ღირსახსოვარი დღე იქნება შემდეგი თაობებისთვის. 1995 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის და ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი ძალისხმევით აღსდგა გელათის აკადემია, რომელიც წმინდა დავით აღმაშენებლის მიერ იყო დაარსებული და 30 წელია ეს აკადემია თავის ჯვარს ატარებს. ჩვენ დღეს გავაფორმეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტთან მემორანდუმი და საინტერესო ეს მემორანდუმით გახლავთ, რომ თვითონ თელავის უნივერსიტეტი იყალთოს აკადემიის მემკვიდრედ თulis თავს. რომ იმ ორი უდიდესი კერის, გელათის აკადემიის, იყალთოს აკადემიის გაცოცხლება ხდება ერთგვარად და დღეს ეს დამტკიცდა საოცარი მოხსენებებით, რომელიც წაიკითხეს ახალგაზრდა მეცნიერებმა, თემატიკა იყო განსხვავებული, ინტერდისციპლინარული და ჩვენ დავინახეთ, რომ ახალგაზრდებს აქვთ სურვილი იმუშაონ, სიღრმისეულად გადმოსცენ რეალობები და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მესამე ამ წელს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით აღსრულებული კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერთა მონაწილეობით და აუცილებლად ის გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. განსაკუთრებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2026 წელი, როდესაც მთელი საქართველო ერის და ბერის აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. ესე რომ ვემზადებით ამისთვის, ვემზადებით ახალგაზრდებთან ერთად და ამ სასიხარულო დღეს ულოცავ სრულიად საქართველოს. გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ერთობლივ სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარებას, სასემინარო, ასე ვთქვათ, აქტივობებს, სამეცნიერო მიგნებების ურთიერთგაცვლას და ეს აქტიურობა მნიშვნელოვანს გახდის როგორც
ასე ვთქვათ, ჩვენ მდებარეობთ აღმოსავლეთ საქართველოს უკიდურეს ნაწილში, ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვართ, რომელიც კვლევითი დაწესებულებაც არის და გელათის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც თავისი, ასე ვთქვათ, ტრადიციებით აღდგა 1990-იანი წლების დასაწყისში. ანუ გელათის აკადემია ჩვენ თავს მივიჩნევთ როგორც იყალთოს აკადემიის, ასე ვთქვათ, ტრადიციების გამგრძელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და აი ეს კონტაქტის აღდგენა არის ძალიან მისალოცი ამბავი კახეთსა და დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო წრეებს შორის. დღევანდელი კონფერენცია წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა მკვლევარების, ასე ვთქვათ, მიგნებებით, იყო ძალიან საინტერესო თემატიკა წინა პლანზე წამოწეული, როგორც საეკლესიო ტერმინოლოგიის თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებებით, აგერ ჩვენ მოვისმენთ ძალიან საინტერესო მოხსენება სამედიცინო დარგის, ასე ვთქვათ, ნაწილში. თემატიკა იყო იმდენად აქტუალური, რომ აქ არ უნდა შემოიფარგლოს, აქ არ უნდა დასრულდეს ეს საკითხები, ეს მულტიდისციპლინარულ კვლევებათაც შეიძლება ჩამოყალიბდეს და მაგალითად ისტორიის, ფილოლოგიის, კულტუროლოგიის ნაწილში, ასე ვთქვათ, განგრძობითი გახდეს. ლიტია და პურის კურთხევა შიომღვიმის ტიპიკონის მიხედვით იესო ქრისტეს შობის იკონოგრაფიაში ბაგა გამოქვაბულის, ყრმა ქრისტეს სახვევების, ხარისა და სახედრის საღვთისმეტყველო სახისმეტყველებითი ასპექტები, საეკლესიო კანონიკა აღდგომის, პასექის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები წარმოადგინეს. მოგეხსენება თქვენ, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემია ეს უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, ისტორიული სკოლა ღვთისმეტყველებისა დღეს თანამედროვეობაში აქტიურად ფუნქციონირებს და სწორედ ამის გამოვლინება გახლავთ ის, რომ დღეს გაიმართა გასვლითი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია გელათის მეცნიერებათა აკადემიის მიერ და ეს კონფერენცია ჩატარდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე წარმოვადგენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა. ჩემი თემა არის ნაწილი ჩემი სადისერტაციო ნაშრომისა. კერძოდ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ქრისტეს შობის იკონოგრაფიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ვფიქრობთ ეს თემა საინტერესო გამოდგა დამსწრე საზოგადოებისთვის და ჩვენი მხრიდანაც ჩვენს ძალიან კმაყოფილი ვტოვებთ ამ ისტორიულ ქალაქს. დღევანდელ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ გელათის მეცნიერებათა აკადემია, როგორც უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იწყებს თავის მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა უნივერსიტეტში და მემორანდუმების გაფორმებას ეს ეხება იმას, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, სადაც უნივერსიტეტები არის, უნივერსიტეტებთან ერთად დოქტორანტების მონაწილეობით შეიძლება გელათის მეცნიერებათა აკადემიამ საფუძვლებით ჩაუყაროს ფუტკრების ინსტიტუტს, ასე ვთქვათ. ეს ფუტკრების ინსტიტუტი გადატანითი მნიშვნელობით იხსენიება ჩვენს მეცნიერებში და გულისხმობს მომავალ მეცნიერთა გაერთიანებას, მეცნიერებაში ქრისტიანული, მართლმადიდებლური და ეთიკური ნორმების გამყარებას. შესაბამისად, ეს იდეა ეკუთვნის თავის დროზე საქართველოს პატრიარქს, რომელმაც ბრძანა, რომ შეიძლება ყველა მეცნიერი არ გამოვიდეს, მაგრამ მეცნიერულ სიტყვას და სიამოვნებას ის მაინც იგრძნობს, როცა გელათის აკადემიის გვერდით იქნებიან. ასე რომ გელათის მეცნიერებათა აკადემია არა მარტო კვლევითი დაწესებულება გახლავთ, არამედ თავის განათლებისა და კულტურის გადაცემის ერთგვარი ცენტრი და დღეს მადლობელი ვიყავით ჩვენ თელავის უნივერსიტეტის, სადაც ხელი მოეწერა ამ მემორანდუმს გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და თელავის უნივერსიტეტს შორის მომავალი კონფერენციების, თანამშრომლობების, სამეცნიერო კვლევების ერთობლივი წარმოების და ეთიკური ნორმების მეცნიერებაში და განათლებაში დანერგვის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება და ზოგადად ეს არის ძალიან დიდი სიკეთე, რასაც აკეთებს გელათის მეცნიერებათა აკადემია, რომ ახალგაზრდა დოქტორანტებს გვაძლევს საშუალებას სწავლდგეთ საზოგადოების და მსმენელის წინაშე. დღევანდელი ჩვენი მოხსენება ეხებოდა ლიტურგიკულ მუსიკალურ ტერმინს ავაჯს,
რომელსაც სავარაუდოდ წმინდა გიორგი მთაწმინდელი ამკვიდრებს. ეს ტერმინი გვხვდება როგორც შუა საუკუნეების წყაროებში, ასევე მე-18-მე-19 საუკუნეების მუსიკალურ ხელნაწერებში. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელობა ამ ტერმინისა იცვლება. შუა საუკუნეებში წმინდა გიორგი მთაწმინდელს გამოყენებული აქვს როგორც მელოდიის, ჰანგის მნიშვნელობით, ხოლო მე-18-მე-19 საუკუნეებში ჩვენს დიდ მგალობლებს სხვა მნიშვნელობით აქვს გამოყენებული. დღევანდელი კონფერენცია ერთგვარი გაგრძელება არის იმ ციკლისა კონფერენციებისა, რომელიც ეწყობა გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით და ახალგაზრდა მეცნიერების დოქტორანტების ჩართულობას გულისხმობს, მათ ინტეგრაციას ამ საერთო მეცნიერულ წრეში, საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, როდესაც ახალგაზრდა კვლევარები მოდიან და პროფესორების, მეტრების ხშირ შემთხვევაში, დარგების მეტრების წინაშე წარდგებიან საკუთარი მოხსენებებით, საკუთარი დისერტაციების მცირედი ნაწილებით და ხდება ერთგვარი შეხვედრა თაობებისა და გაზიარება გამოცდილებისა. ამიტომ აპრობაცია ხდება თუ რამდენად შეიძლება ეს ახალგაზრდა მკვლევარები აღმოჩნდნენ გამგრძელებლები იმ დიდი ტრადიციისა, რომელიც ახასიათებს ქართულ სამეცნიერო აზროვნებას. გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით ეს უკვე მესამე სადოქტორო კონფერენცია უმასპინძლა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ჩემი მოხსენება შეეხებოდა ქართულ პოლიტიკური თეოლოგიის საკითხებზე, სათაურია შემდეგი ქართული პოლიტიკური თეოლოგია, წესი და განგება მეფედ კურთხევისა. ზოგადად პოლიტიკური თეოლოგია ნიშნავს ფილოსოფიისა და თეოლოგიის ისეთ დარგს, ისეთ დისციპლინას, სადაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასახული არის თეოლოგიური საწყისები და ეს მეტადრე ჩანს ქართული მეფედ კურთხევის ტექსტში, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის 358 ხელნაწერში არის დაცული. ჩვენ ეს ხელნაწერი შევისწავლეთ, ამ ხელნაწერის და ზოგადად პოლიტიკური თეოლოგიური იდეების, ქართული იდეების წარმოჩენას დაეთმო ჩემი მოხსენება. საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა დავითიანმა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერით საპროექტო იდეების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. გადმოეცი ქრისტიანობის 1700 წლიანი მემკვიდრეობა თანამედროვე ენით. ამ სახელწოდების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე მიმდინარეობს. პროექტი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირის სტატუსის მქონე მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და სტუდენტურ გაერთიანებებს. კონკურსი განკუთვნილია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის. მასში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მომავალ წელს აღინიშნება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე. ამასთან დაკავშირებით დავითიანმა მიიღო გადაწყვეტილება გამოეცხადებინა საგრანტო კონკურსი. კონკურსის მთავარი მიზანი არის ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება თავიანთი ენით და თანამედროვე მიდგომებით გადმოგვცენ სათქმელი, რომელიც ამ 1700 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფუნდამენტს წარმოადგენს. ეს არის ქრისტიანობის მთავარი ღირებულებები, რომელზეც დაფუძნებული არის საქართველოს ისტორია, მისი კულტურა და ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი მოვლენა საქართველოში დაკავშირებულია სწორედ ქრისტიანული ფასეულობების დაცვასთან. ამას ძალიან დიდი დაფასება ჭირდება და ჭირდება ასევე თანამედროვე საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში სწორი გააზრება. ამასთან დაკავშირებით სწორედ ვფიქრობთ, რომ ნიშანდობლივი იქნება საგრანტო პროექტის საშუალებით მეცეთ ახალგაზრდებს გამოთქვან და გადმოგცენ თავიანთი დამოკიდებულება, თავიანთი გრძნობები და თავიანთი შოლოხედვა თუ რა არის მათთვის ქრისტიანობა, რა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაზე ამ 1700 წლის განმავლობაში ჩვენმა მთავარმა ფასეულობებმა და სწორედ ამის ხელშეწყობის და მისი განვითარებისათვის შევიმუშავეთ აღნიშნული პროგრამა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბიზნეს სექტორს, რომელმაც გამოთქვა მხარდაჭერა და აღნიშნული ბიუჯეტი, რომელიც ამ ეტაპზე 10000 ლარით არის განსაზღვრული, იქნება საშუალება დაფინანსდეს მინიმუმ 1 ან მაქსიმუმ რამდენიმე პროექტი, რომელიც დაიმსახურებს შესაბამისი კომისიის მოწონებას. გვაქვს
გათვლა რომ ეს იქნება ახალგაზრდებზე, ასაკი არის 18-დან 29 წლამდე გათვლილი და ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებას, ახალგაზრდულ ორგანიზაციას თუ საინიციატივო ჯგუფს, ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. ეს საპროექტო განაცხადი არის განთავსებული როგორც დავითიანის პლატფორმაზე, ისე JobsG-ზე, სადაც შეუძლიათ საგრანტო კონკურსების გრაფაში მოიძიონ აღნიშნული განაცხადი.